საქართველო დღეიდან ევროპული წესრიგის ნაწილია, ანუ ასოცირების ხელშეკრულება არის სრულად ამოქმედებული. ეკონომიკური კომპონენტის შემდეგ ძალაში უკვე პოლიტიკური ნაწილიც არის. ამ მიმართულებით რა სარგებელი გვაქვს ჩვენ როგორც სახელმწიფო? სოფო ბერიძე გვეტყვის. სოფო. ხათია, საბოლოოდ სარგებელი ის იქნება, რომ საქართველო უნდა გახდეს სწორედ ევროპული ტიპის ქვეყანა და სახელმძღვანელოა სწორედ ეს შეთანხმება. მთავრობა შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არსებობს. აღმასრულებელი ხელისუფლება ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი მაღალი დონის თანამშრომლობის განსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ძალაში დღეს შევიდა ის დებულებები, რომელიც ამ დრომდე არ იყო ამოქმედებული და ძირითადი ნაწილი კი როგორც ცნობილია ძალაშია 2014 წლის 1 სექტემბრიდან. დღეს ამოქმედებულ მუხლებს შორის კი მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ მუხლებს, რომელთაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საკუთარ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ურღვევების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. ასევე დღეს სრულად ამოქმედდა მუხლები, რომელიც დაკავშირებულია როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, ასევე მიგრაციის საკითხებთან და მათ შორის მედიასთანაც. ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაციით ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობა უფრო ფართო და ღრმა გახდა. ასოცირების შეთანხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად შეძლებენ სარგებლის მიღებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისგან. I'm really glad to say that საქართველო არის ევროპა. დღეიდან საქართველო ევროპული წესრიგის ნაწილია. 2014 წელს ბრიუსელში საზეიმოდ გაფორმებული შეთანხმების ყველა მუხლი ძალაშია. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება. ამ გზაზე აუცილებელია ქართული კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობაში მოყვანა. რეფორმები ქვეყნის თითქმის ყველა სფეროში. რამაც საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. თუ დღემდე იყო პირობითი დაშვება საქართველოს ევროპულ ბაზარზე, დღეიდან უკვე ფაქტიურად ღია ეს ბაზარი, თუმცა ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სხვადასხვა რეგლამენტების შექმნის კუთხით ადგილზე. გარდა იმ მიზნისა, რომელსაც ემსახურება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრების გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალი ხარისხის ინტეგრაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მინისტრის მსგავსად ასეთ შედეგს სპეციალისტებიც ელოდებიან, თუმცა ამბობენ, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის სარგებელს მოსახლეობა პირველივე დღეებში ვერ იგრძნობს, რადგან ეს გრძელვადიანი მოქმედების ხელშეკრულებაა. ასოცირების ხელშეკრულება არ გულისხმობს გაწევრიანებას საქართველოსი ევროკავშირში, არც გამორიცხავს ამას. უბრალოდ ეს არის რაღაცა სახელმძღვანელო, როგორ უნდა გაიარო გზა შენ იმ ქვეყნიდან, რა ქვეყანაც ხარ, იქამდე როგორ გახდე დაუშვათ ევროკავშირის თან დაახლოვდე და გახდე ევროკავშირის მსგავსი სახელმწიფო. 2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაშია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველოსთვის უკვე 2 წელი აღიაა 500 მილიარდიანი ბაზარი. ამ შეთანხმების საფუძველზე მალე იმერეთის საწარმოში წარმოებული სანელებლები ევროპულ ბაზარზე გავა. დაგვეხმარება ძალიან განსაკუთრებით სატარიფო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რადგანაც დამატებითი გადასახადების გარეშე შეგვეძლება რომ შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია. საბოლოო მიზნამდე წინ კიდევ გრძელი გზაა. თბილისი ბრიუსელთან 3 წლიან სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში შეათანხმებს. გეგმა რეფორმებს და კანონმდებლობის დახვეწას გულისხმობს.